TV-ს ეთერიდან ეს გადაცემა კვირის მოვლენაა. მე მისი წამყვანი ნაცია სტეფანიშვილი გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტში არსებული პრობლემებისადმი. ჩვენს გადაცემაში განვიხილავთ გამოუწვევ მიზეზებს. ჩვენი სტუმარი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა კეჟერაშვილი. მოგესალმებით ბატონო შოთა, დიდი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისათვის და გადავიდეთ უშუალო თემაზე. მაგალითად, მე მაინტერესებს რამ გამოიწვია ეს პროტესტი, რომელიც არსებობს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ეს პრობლემები არ დაწყებულა დღეს, არც 1 წლის წინ, არც 2 წლის წინ. როდესაც მე მოვედი უნივერსიტეტში და უკვე 4 წელია რაც უნივერსიტეტში ვსწავლობ, ეს პრობლემები არსებობდა. დიახ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაწყდებით, ასე ვთქვათ, პირველი პრობლემა ჩნდება ბაზებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ არის გამართული ბაზები, იდება ქულები დაგვიანებით, ცხრილი, იქ სილაბუსი იქნება, თუ რას იქნება, ანუ ეს არის გამომართავი. ამის მოგვარება ჩემი აზრით არის ძალიან მარტივი და იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი შედეგი ამ ყველაფრის იქნება ის, რომ დაიწყება ამის მოგვარება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მე პირადად, ანუ პირველ კორპუსში მიწევს, ძირითადად სასწავლო პროცესის წარმართვა და კიდევ კაი რომ ეს პირველი კორპუსი გარემონტებულია და შედარებით ნაკლები პრობლემაა. მაგრამ არსებობს 8 ფაკულტეტი, ანუ 7 ფაკულტეტია და გვაქვს ტურიზმის სკოლა. აი ეს შენობებში არის კატასტროფული მდგომარეობა. თუნდაც მეორე კორპუსი, რომლის აუდიტორია იქნება, სპორტული დარბაზი იქნება, ელემენტარულად წყალი ჩამოდის. ამის მოგვარება ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ამაზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ამაზე კითხვებს ვსვავთ, არა ერთი დღე, 2 დღე და 1 თვის წინ არ დაგვიწყია ამ კითხვების დასმა, ამაზე უკვე წლები ვსვავთ კითხვებს და ვითხოვთ რაიმე რეალურის გაკეთებას. ამის გარდა, რაც შეეხება სასწავლო პროცესს, არსებობს უცხოენების პრობლემა, ვინაიდან არის 21 საუკუნე, არის სტუდენტებს შორის კონკურენცია და ყველას გვინდა განვითარება და მომავალში, ასე ვთქვათ, რაიმე სასარგებლოს კეთება. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იმსახურებს იმას, როდესაც დაამთავრებს ამ უნივერსიტეტს, იყოს კონკურენტუნარიანი, ასე ვთქვათ, საერთო ბაზარზე. უცხოენის გარეშე ეს არის შეუძლებელი. ანუ არის გარკვეული რა თქმა უნდა ენის სწავლება, ეს იქნება ინგლისური, მაგრამ გადიხარ ორ დონეს და ამის შემდეგ ფაქტიურად ენასთან შეხება არ გაქვს. თუ რა თქმა უნდა არ სწავლობ მე ისეთ ფაკულტეტზე, სადაც შეიძლება რომ გაიარო რაღაც სტუდენტი. უცხოენებს თვითონ უცხოენებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ნუ ამაზეც დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც სამეცნიერო შეფერილობით დაიწყო ლაპარაკი და მიხარია, რომ ეს პრობლემა იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ნუ ამის გარდა არის ასე ვთქვათ, კადრების პრობლემა, რაც ვფიქრობ, რომ რექტორის ასე ვთქვათ, პირდაპირ მოვალეობა იყო, ეს კადრების პრობლემა არ ყოფილიყო. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ადრე და გაიპარეს ძალიან ბევრი შეცდომა, დღემდე არიან თავის პოსტებზე და აგრძელებენ მუშაობას. თუმცა განათლების მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება. კონკრეტულად რა შეცდომები შეიძლება გილიათ ჩამოვთვალოთ, რა შეცდომები გაეპარათ? რა თქმა უნდა, დიახ, ამ შეცდომებში ეს არის საუბარი არის მაგალითად მორგებულ ტენდერებზე, ტარდება ტენდერები, რომელშიც დევს, ანუ მორგებული ტენდერი ნიშნავს რას? ჩატარდა ტენდერი, რომელშიც დევს გარკვეული პირობები. ამ პირობებს აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი კომპანია. და სხვა კომპანიებს არ აქვთ საშუალება ფაქტობრივად გამორიცხული, ანუ სხვა მონაწილე კომპანია მოიგოს ეს ტენდერი. ნუ აქ შეიძლება საფუძვლიანი ეჭვები რა. ასევე რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რექტორის მრჩევლებზე, როგორიც არის ბატონი გიორგი ბენაშვილი, რომელიც პირდაპირ დამნაშავეა იმაში, რომ სტუდენტებს შორის აღულებდა შულს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ერეოდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე ერეოდა სენატის არჩევნებში და სწორედ მისი დამსახურება ის, რომ დღემდე სტუდენტები, ასე ვთქვათ, დაპირისპირებულ მხარეებად ვითვლებით, მაგრამ ჩვენ როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლები ამაზე ვიმუშავებთ, ჩვენ დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ და ვეცდებით, რომ საერთო აზრზე დავდგეთ სტუდენტები, ვინაიდან მთავარი არის საერთო აზრი, რა თქმა უნდა ამ პროცესებს ყავდათ მოწინააღმდეგეები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენი მოთხოვნები და მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნები იყო ერთი. ჩვენ მუშაობთ საერთო პრობლემებზე და მუშაობთ უნივერსიტეტისთვის. მადლობა. ჩემთვის ცნობილი არის, რომ შტატებზე შერჩევის პროცესიც დიახ, რა თქმა უნდა, იგივე კონკრეტული აი ბატონი გიორგი ბენაშვილი მაგალითად არის სტუდენტი. გვაინტერესებს რა პრინციპით აირჩია რექტორმა თავის მრჩევლად. დიახ. ამაზე არის პრობლემები, იმიტომ რომ ეს უნდა გამოცხადდეს შერჩევით, უნდა აკმაყოფილდეს რაღაც კრიტერიუმებს და ასე შემდეგ.
ასევე ბატონი ირაკლი მურცხოვაძე, რომელიც რექტორთან შეხვედრის დროს იმყოფებოდა, მისგან რა თქმა უნდა პასუხები არც ერთ დასამოკითხვაზე როგორც სექტორისგან არ მიგვიღია და ამ ადამიანმა იმის მაგივრად რომ დაინტერესებული იყოსიღმისეულად ამ პრობლემებით, რა თქმა უნდა იქამდე უნდა დაინტერესებული იყო, მაგრამ ამის შემდგომ წყო შეიძლება პრობლემების მოგვარების მაგივრად მოხდა შემდეგი. სტუდენტებს, რომლებიც ღიად, ასე ვთქვათ, გვიპირისპირებოდნენ და არ იყვნენ ჩვენს სასწრზე, ხდება მალულად. ამის შემდეგ ეს სტუდენტები თავიანთ აგრესიას ჩვენს მიმართ, გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე რისხოვანი, აძლიერებს ამ აგრესიას, უშუალო სიტყვებით მომიხსენიებს და ამის მაგივრად რომ ეს შუღლი მოგვარებული იყო, პირიქით ხვიუდება. ჩემი აზრით ეს არის დანაშაული, არის სტუდენტების მოღვაწეობაში ჩარევა ცუდი კუთხით. ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთი პროტესტის მიზეზი იყო ისიც პრემიების საკითხი. დიახ, რა თქმა უნდა. საერთოდ რექტორს ყავს თავის აპარატში 23 ადამიანი. რაც არის ძალიან ბევრი, 3 მრჩეველი. 9 მრჩეველი, არ ვიცი, ეს არის არასწორი. 5000-ზე მეტი თანამშრომელი ყავს უნივერსიტეტს ლექტორატის გარდა. მაინტერესებს, აი რა ხდება ისეთი, რომ 5000 ადამიანი ჭირდება ამის მოგვარებას და ამის გაკეთებას, ან რა გააკეთა 5000 ადამიანმა. ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტი, რომელიც პირველი იყო საქართველოში. და გვინდა რომ მართლა პირველები ვიყოთ და არა რაღაცა არაობიექტური კვლევები ამბობდნენ რომ პირველები ვართ. მართლა პირველები გვინდა რომ ვიყოთ და ვიბრძვით ამისთვის. ძალიან კარგი. კიდევ იყო ასეთი მიზეზი, რომელიც იყო წიგნების მიყიდვა, ვთქვათ, რექტორის მხრიდან ცნობილია ესეთი ერთ-ერთი პროტესტის საბაბიც ეს გახდა სწორედ. დიახ, ამას როგორც მე ვიცი, ესეთი ინფორმაციას გაჟღერდა მეც მოსმენილი რომ რექტორმა მიყიდა გარკვეულ თანხად, აქ არის დიდ თანხაზე არის საუბარი, არ უნდა კონკრეტული ციფრი თქვა შეიძლება რაღაც შემშავოს, მაგრამ ესეთი ფაქტიც იყო როგორც მე ვიცი, რაც არის რა, დაუშვებელია. მაშინ როდესაც მე მახსოვს ესეთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა მარიკა ლოქიფაიძემ ძალიან დიდი ღირებულების წიგნები გადმოსცა ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ღირსეული საქციელი და ამის გათვალისწინება შეიძლებოდა. თვითონ სწავლის ხარისხზე რას გვეტყვით? ამ სწავლის ხარისხზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ნამდვილი პროფესიონალია ჩვენთან. შეიძლება ჩვენს უნივერსიტეტში კარგი განათლების მიღება, მაგრამ მარტო ეს არ ნიშნავს იმას, რომ არის კარგი უნივერსიტეტი. როდესაც ადამიანი დაუშვათ ელოდები ქულებს, ან ხდება ესეთი მომენტი, აი ელემენტარულად გამოცდების საკითხი ავიღოთ, როდესაც წერს გამოცდა, შეიძლება სტუდენტს მოუწიოს განმეორებით გამოცდაზე გასვლა. ახლა უნდა იცოდე, იყო თუ არა მზად განმეორებით გამოცდისთვის, არის თუ არა საჭირო მოემზადო უკეთესად. ეს ქულა ხომ უნდა დაგედოს შენ თავის დროზე. ან განმეორებით გამოცდის წინა დღეს რო დაგედება ქულა და გაიგებ, რომ თურმე უნდა კიდე გახვიდე გამოცდაზე, ჩემი აზრით ძალიან ცუდია და ერთ დღეში ცუდია, როდესაც გიწევს მომზადება, მაგრამ არც ეს არ არის ჩვენ უნივერსიტეტში პრობლემა, ხარისხს შეეხება, კი ეს პროფესიონალი ადამიანები თავის საქმეს კარგად აკეთებენ, მაგრამ არის რა პრობლემა? ანუ მე არ მინდა, რომ ერთ დღეში ვახერხებდე იმას, რომ მთელი სემესტრის მასალას სწავლობდი და კარგად ვწერდი გამოცდას. მე შემიძლია. მე შემიძლია გამოცდის წინა დღეს ვიმეცადინო მთელი სემესტრის მასალა და კარგად დავწერო გამოცდა. ჩემთვის ეს არის ცუდი. კი, ჩავაბარებ საგანს, გამიმწვანდება ხო ამისთვის ხო არ ვსწავლობ, რომ გაგვიმზვანდეს რაღაც. მე მინდა რომ მართლა გამოვიდე კონკურენტუნარიანი ადამიანი, როდესაც დავამთავრებ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტში დამთავრებულ სტუდენტს, ან სტუდენტი რომ დაამთავრებს თავის მოღვაწეობას, მინდა რომ რაღაცაში ვაჭრობო. მინდა რომ იმაზე კარგი ვიყო. მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ახლა თქვენ სემესტრის განმავლობაში ხომ სწავლობთ, გადიხართ ამ საგნებს? დიახ. და მაინდა-მაინც შუალედურის წინა დღეს მოგიწევთ 13 საათი. არა, მე იმას არ ვიზახი ხა, რა თქმა უნდა, რომ ერთ დღეში უნდა ისწავლო ყველაფერი, მაგრამ როცა არის ამის შესაძლებლობა, ეს არის ცუდი. ანუ სტუდენტმა ვერ უნდა მოახერხოს, რა თქმა უნდა, რომ ერთ დღეში ისწავლოს განმთელი განვლილი მასალა. ეს რა თქმა უნდა არასწორია, უნდა ხდებოდეს, როგორც არის ეს წესი, კვირიდან კვირამდე უნდა მიდიოდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, სტუდენტი უნდა სწავლდეს ესე. მაგრამ როდესაც ხდება მსგავსი რაღაცეები, ვფიქრობ, რომ ცუდია სწავლისთვის, უნივერსიტეტის და სტუდენტისთვის. ცნობილია ასევე, რომ იყო საეჭვო ტენდერები და გამოძიების მოთხოვნა ბატონი რექტორის. კი, დიახ, ტენდერები ისაუბრება, სტარტები და მორგებული ტენდერები, არის აუდიტის დასკვნები, ეჭვები, ასე ვთქვათ, ეს არის წინა პერიოდი და ჩვენ გვაინტერესებს, ასე ვთქვათ, იმის შემდგომ რა ხდებოდა ბატონი ვლადიმერის მოღვაწეობის დროს რა ხდებოდა
მე იმედი მაქვს და ამაზე არის ინფორმაცია, რომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები შემოვლენ უნივერსიტეტში, როგორც ბატონო ვლადიმერმა განაცხადა, მზად არის ითანამშრომლოს ამ ორგანოებთან და გაირკვევა ყველაფერი. მე პირადად მინდა ვთქვა, რომ ანუ ჩემთვის კარგი იქნება, რომ არ ხდებოდეს არაფერი ცუდი უნივერსიტეტში. მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს აი კონკრეტულ ადამიანთან გვაქვს რაღაც. ეს ყველაფერი არის უნივერსიტეტისთვის რა, ის მინდა რომ ყველამ გაიასწროს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ და სულ გავაკეთებთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება უნივერსიტეტისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი იდგეს ფეხზე. და კონკრეტულად ხო ვერ მეტყვით, აი რა სახის აქცია იყო ჩატარებული? რაც გულს პარლამენტში აქცია თვითონ დიახ. დიახ, ესე იგი ეს აქციები გამოწვეული იყო იმით, რომ ამ პრობლემებზე ჩვენ საუბრობდით. რა თქმა უნდა, იქამდე სანამ შეგვეცლო, რომ რაღაცა მოგვეთხოვა, ვითხოვდით, მაგრამ მიგვიყვანეს ასე ვთქვათ ამ ზონამდე რა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ყველა გვეუბნებოდა იმას, რომ როდესაც არის პროტესტი გარეთ, როდესაც რაღაცა პატარა ჯგუფი ერთი სტუდენტის რომ იყოს, გამოდის და იძახის, რომ ესე რატო არ ედექით ამ სტუდენტებს გვერდით. მაგრამ აქ არის საკითხი ესე. ჩვენ რატომ უნდა გავსულიყავით გარეთ, რატომ უნდა გველაპარაკა გარედან, როდესაც იყო იმის საშუალება, რომ დამჯდარიყავით და ეს ყველაფერი მოგვეთქვა. თქვენ ეს ცადეთ. კი, რა თქმა უნდა, ამას ვითხოვთ უკვე წლებია. ხდება ესე იგი ესეთი რაღაც. ჩდებით ვითხოვთ, რომ ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი, უნდა მოგვარდეს. ამაზე იწყება ჩაწერა, რას იწერენ, არ ვიცი. შემდეგ შეხვედრაზეც ხდება იგივე, ეს პრობლემები არ გვარდება. რეაგირება არ ხდება, რას იწერდნენ, რა გააკეთეს, ფაქტია, რომ ვერ დავინახეთ. ამიტომ დაგვრჩა ეს გზა, გამოვედით გარეთ და მოვითხოვეთ ისე, როგორც წითელი ბარათების ყველა. წითელი ბარათების თემას რაც შეეხება, დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენი მოთხოვნა ამ აქციაზე, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ბატონი რექტორის გადაყენება. მაგრამ ჩვენ იქამდე ჩამოვაყალიბეთ პუნქტებად, დაახლოებით 10 პუნქტი იყო, როგორც მახსოვს, სადაც ჩამოყალიბებული იყო ჩვენი მოთხოვნები. სადაც დავაყენეთ ის პრობლემები, რომლებზეც აკადემიური საბჭოს წევრი იქნებოდა, ბატონი ლადო იქნებოდა, სხვა სტუდენტი იქნებოდა, ყველა გვეთანხმებოდა, რომ ეს პრობლემები არსებობს და არის სწორი. მაგრამ ეს პრობლემები არ იზრდება, არ გვარდება, ამიტომ მოვითხოვეთ ბატონი ლადოს გადაყენება. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მოთხოვნა შეიცვალა. კი. შეიცვალა, იმიტომ რომ არ იყო რა, ეს ყველაფერი არ ემსახურებოდა იმას, რომ ერთ ადამიანს დაეკარგა სკამი, ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ეს ძრები დაწყებულიყო. მოვიდა განათლების მინისტრი, რომელმაც შეასრულა მედიატორის როლი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უკვე დაიწყო დღეს მუშაობა, მე მივიღე ინფორმაცია გარკვეული სახის ამ შეხვედრიდან. ასე ვთქვათ, ჩვენი სტუდენტები ჯერჯერობით კმაყოფილები არიან დღევანდელი შეხვედრით, ეს შეხვედრები სისტემატიურ სახეს მიიღებს, გაგრძელდება. კარგით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისად, მობრძანებისათვის. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ბატონი შოთა კეჟერაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.